სალამი ხალხო, სალამი. აბა როგორ ახართ? როგორ ბრძანდებით? მე ვარ გადარბენაზე, გადაშვლეტაზე, ჩემი ცხოველები არიან ერთი წყნარად რა, თორემ მე აი არ ვიცი, ისეთი დაწაბული და საშინელი დღეები გამოვიარე, ნახეთ რაღაცნაირად ისე მგონია რომ უსაშინლესად გამოვიყურები და ყველაფერი ზედ მეტყობა და მაწერია. ხო და ის მოკლედ ესეთ სიტუაციები მინდა თქვენი კომენტარები წავიკითხოთ, ნახეთ რა ვიყიდე ჩემი ახალი სამუშაოებისთვის. ნახმარი ვიყიდე გუშინ Facebook-ს რო აქ ხო იცით მარკეტი რაღაცა ქვია მაგ მარკეტს რაღაცა მარკეტი აქვს მოკლედ Facebook-ს და მან ძალიან დიდი ხანია მინდა რამდენიმე თვე ვეძებ ამას 2020 წლისა MacBook Air M1-ზე. ხო და სამუშაოდ ეს მინდა და ძალიან დიდი ხანია რა. უბრალოდ ხახავს ვერ ვიყიდიდი და არც ვიყიდიდი. და კარგ მდგომარეობაში მინდა და ისეთი ადამიანისგან, ვინც მაგალითად თვითონ ისა ვინც ვისიც იყო რა თვითონ ანუ გადამყიდველები ყიდიან ხოლმე სულ ბიჭები და რაღაცა ამერიკიდან ჩამოტანილი, რაღაცა დაშლილი, რა ვიცი და ეგრე რა შეიძლება რომ მე იმას ქნას რაღაცა დაიბლოკოს გახსნილი ხან კაწრები ხან კლავიატურა გადასული ფერი კლავიატურას ანუ ეს როგორც ახალი რა გუშინ ნახე ისე მომეწონა ესე იგი გოგოსედო მივხვდი რომ თავისი იყო 98 წელიწად ბატარეა და მეთქი ანუ არ არსებობს და მივწერე გამოსული ხო არა აქ თქვა არაო უბრალოდო შარშან ივლისში ვიყიდეო გარანტია კიდე მაქო ანუ 2 წლიანი გარანტია აქვს ზუმერში აქვს ნაყიდი რა და ანუ სულ რამდენჯერმე მაქვს ჩართული ფილმები საყურებლად მქონდაო და არ მიმუშავია არაფერი და ესე მედო და ეხა ვყიდიო ის მინდა ვიყიდო რა ქვია იმას ფერები რო აქვს ნეონის დამავიწყა სახელი ეგ მეც ძალიან მომწონს და მეც ეგ მინდოდა მაგრამ ნუ ეგ ხო ვაფშე ძალიან ძვირი ღირს და მოკლედ ჯერჯერობით ამას დავყაბულდი და ეხლავე მარათონის ფასს მეკითხებიან და დაგიბრუნდებით და თან ნახავთ რა რეჟიმში ვმუშაობ 2 სამსახურში ნუ სახლიდან ეგ აქ ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი ანუ ჩვენი მარათონი ხომ მიმდინარეობს ახლა და იმას ხომ და მეთვალყურეობა და პლუს ახალი მარათონში მიიღება გვაქვს და მაგას ხო უნდა ანუ ადამიანებს ხო უნდა აუხსნა რა არის რა ღირს რამდენხნიანია რას თავაზობ რამდენს დაიკლებენ და ასე შემდეგ და პლუს კიდე ერთი სამსახური გეტყვით მაგასაც და ну მოკლედ ესე რა ხო და მჭირდებოდა ძალიან იმიტომ რომ საოფისე სამუშაოებისთვისაც მჭირდებოდა ის ჩემი ხო მაქვს მე ლეპტოპი მაგრამ ის ხო ის არ არის Apple-ისი და ჩემს iPhone-ებთან არ მეკუპრობს და ვაიმე ეს გიშრობს რაღაცა რომ გინდა გადაიტანო გადმოიტანო და ეს ძალიან კაია ვიდეოების გასაკეთებელსაც ძალიან კაია და მოკლედ ძალიან კაია რა და აი რო ვნახე გოგო რომელიც თავის ეს ყიდა არ იყო ნაჩალიჩევი ქონდა ყუთი მოყვებოდა სატენი იყო სატენი დღეს იქნება მის თავი ვიყიდო ეს როგორ გამიფუჭდა ეს გამიფუჭდა 14-ის სატენი გამიფუჭდა просто რა დღეშია ეს არის 14-ის რა შუაშია მე ნახე გაფუჭდა მოკლედ და ესენი ნახე სულ ახალი მოყვებოდა სატენი ყუთი და გარანტია კიდე 1 წელი ხო და
ანუ წავედით ყველანი შევხვდით გაგარინის მოედანთან. ძალიან საყვარელი გოგო იყო. თავისი იოშიკტერიით მოვიდა, ვილაპარაკეთ. ძალიან საყვარელი იყო. ისა ჩიხუახუა მინდაო მეორე წაღლათა, იმიტომ რომ უმუშაობდა ეს სახშეოდა მარტოაც მეცოდებაო და მეთქი შანსი არა ჩიხუახუა ისეთი ეჭვიანი ამეთქი რომ აი კატა მყავს და ძლივს მიეჩვია თქო ეხა აქწვანენ ორივენი ჩემს წინ მე რო აქვარ. ხო და შუაღამისას ესე ვიყიდეთ, მოვიტანეთ, მე ბავშვები დავტანჯე, იმიტომ რომ მე ამ ამბებს ხო კარგად ვერ ვყვევი და სანამ ეს დააყენეს, სანამ აწყეს, სანამ პროგრამები გადმომიწერეს, ოპტიმიზაცია სანამ მოუხდინეს, რა ვიცი. ხო და მოგეთ ეგრე. ხო. მეორე სამსახური, ჩემი მეორე სამსახური. ჩემი მეორე სამსახური არის რედიენტი. აღირს მარათონი. წერთ მარათონის დეტალები. აქ დეტალები მოიცა. Surprise. ეხლავე მოვალ. ამ რეჟიმში ვარ სულ, იმიტომ ვერ ვიღებ ვიდეოებს ხოლმე. ხო და ჩემი მეორე სამსახური, როგორც გითხარით, არის რედიენტი. ხო, ყველაფერს ბევრი რაღაცა გამოვიარე ძალიან. უკვე რამდენი როდიდან მარტის ბოლოდან. ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარე, ძალიან ბევრნაირი ემოცია, ძალიან ბევრნაირი ამბავი. რა ვიცი, თურმე მთელი ეს წლები რამ შვიდად და რამ დორეთ მიცხოვრია თურმე. ეხლა უხვდები. უბრალოდ აი მართლა როგორ რეჟიმში ვარ, იცით, რომ მთელი დღე პასუხობ ვიღაცას. ანუ ისევ ან ჩემ მარათონში, ნახე როგორ რაღაცა ადამიანი ჭამს რაღაცას თქვათ, ხო? და არა აქ იმერული ყველი და აქ სულგუნი, ხო? ან მაგალითად მოამზადა რაღაცა 2 პორცია და შუაზე უნდა რომ გაყოს. ანუ კითხვები აქვს მოგერთ ბევრი რა და ემწუთას ვარ უპასუხე, უნდა შეჭამოს იმ ადამიანმა, ხო ხტები ახლა ერთი დღის მერე მაგას ვერ უპასუხებ რა და შესაბამისად ანუ სულ უნდა იყო ხაზზე. შესაბამისად ანუ ეგ ასევე არ ზუსტად რედიენტიც, ანუ უნდა უპასუხო ადამიანი რომ გწერს და ასევე მარათონზეც, მარათონში ჩართვაზეც. და ესე იგი სადღაც ახლობით 3 საათზე ვწვევი და 7 საათზე ვდგები. რომ ძინავს, მაშინაც ვერ მძინავს შვიდად, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც უნდა გავაკეთო და ვერ ვასწრებ და რომ ვიღაცას უნდა უპასუხო და მე ვიძებ აი ამ ფოთლებით, რომ რაღაცა სადღაც დამავიწყდა. სახლში საჭმელს ღამე ვაკეთებ, თუ ვაკეთებ. და ნუ მოკლედ ეგეთ რეჟიმში ვარ. არ ფიქრობ რომ წუწუნებ და არ მომწონს, არა ძალიან მომწონს. უთვლი რომ მე არსად არ მიმუშავე, რაც სასარგებლო და კარგი არ არის და ძალიან სასარგებლოა და კარგია ერთიც და მეორეც და მე ძალიან დიდი წვლილი შემაქა აქ და ადამიანების დახმარებაში და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. უბრალოდ ადაპტაციური პერიოდი მაქვს, ვეჩვევი ამ ყველაფერს მე თვითონ ძალიან ვიღლები. ну плюс იქ ჩემი ფიზიკური აქტივობა და ყველაფერი, ანუ პირადი ისიც რა, მაგრამ ან ჩემი თავისთვის დრო არ მრჩება. აი ვიდეო რო ჩავწერო, მაგისთვისაც დრო არ მრჩება ხოლმე. დრო როგორ არ მრჩება, მაგრამ ნახე, 3 სხვადასხვა ადგილიდან რო გწერენ, ხო უნდა უპასუხო იმას და
ანუ აზრები ხო გადადის იქ და მე აქაც რო იყო და ანუ 4 ადგილას რო ერთდროულად იყო, ანუ დართულია. ხო, ამიტომ თქვენ დამეჩაგრეთ, მაგრამ ეგ ისეთი რაღაცაა, ხო იცი, აი დედა რო იცი რო გაგიგებს და სხვა რაღაცებს რო აბერაკლებ ყურადღება და ყურადღებას და მას რო აკლებ. ეგეთი რაღაცა მაქვს თქვენთან, ვიცი რომ გამიგებთ. ვიცი რომ არ მიმატოვებ, ჩემთან იქნებით, ჩემი გულშემატკივრები იქნებით და ესე, ну, რა თქმა უნდა, ყველაზე არ არის საუბარის ხადია, მაგრამ ну, ვისაც გიყვარვართ. ხო, თუმცა ძალიან გულზე მაწევს ის, რომ ესეთი ვიდეოებს ვერ ვიღებ და რაღაცა, მაგრამ ну, სხვა ეტაპი დადგა ჩემ ცხოვრებაში. სრულიად სხვა ეტაპი დადგა და თან ისეთი ეტაპი დადგა, რომ ბევრი რაღაცა ისეთია, რაზეც მაგალითად ესე ხმამაღლა არ და ვერ ისაუბრებ ადამიანი. იმიტომ რომ მარტო შენ არ გეხება. და ну, ისედაც ახლა ну, ხო ხვდებით არა თქვენც ვინც მუშაობთ. იცით. ანუ ეს ვლოგი იყო მხოლოდ ჩემი და ჩემი უახლოეს გარემოცვა და ანუ ეს სულ სხვა რაღაცა იყო და ეგ სულ სხვა რაღაცა. ანუ ხა შემეძლება ვისაუბრო აი ამ ყველაფერზე. მე რას გრძნობ, ჩემ ცხოვრებაში რა ხდება, ეხლა როგორც გიყვებით ესეთი თვალსაზრისით, მაგრამ ანუ შიგნიდან ვერ შეგახედებ და ვერ დაგანახებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ უამრავი სხვა ადამიანია და ანუ ვერანაირად. ხო, და ესეც უნდა ვისწავლო, რომ ანუ თქვენ გიზიარებთ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერს ვეღარ. ანუ გიზიარებთ, რაც მე მეხება ყველაფერს, მაგრამ ძალიან სრულად ვერ. ხო და რავი ესე. ძალამაზია, просто გიზდები ისე მომწონს ნახეთ რა კაი მდგომარეობაშია უბრალოდ. ანუ ახალია ფაქტიურად რა, ყუთი მოყვა, ისიც მოაყოლა ჩანთა, ისეთ საყვარელი ჩანთა აქ. გაჩვენებთ მე მეზარება იქ თოთალში და გასვლამდე მეცინება და ვერ ვიცინებ. აი წეღან დავწექი, მე კითხიში ცოტა ხანი დავიცინო და ანუ ეს ჩემი ტელეფონი ხო, როცა ხმაა გამართული, მაშინაც არ ჩერდება. ეხლა რა ვიცი, ამდენი ხანია ჩუმად არის. ხო და ანუ ვერ დავიცინე. მეცინებოდა და ვერ დავიცინე. ლია იყო წასული, ლია არის წასული ახლა ელენეს დაბადების დღე ქონდა. ხო გახსოვთ ელენე? ხო და პლუს ის ყველაფერი მე დამაწვა, პლუს სახლის საქმე და რაღაცა რა. მაგრამ მოვა ეხლა, ну, დიდი ხნით არ არის წასული. კიდე დაბადების დღეების თვე დაიწყო ჩვენთან. 9-ში აქ იკას, 16-ში აქ ლიას და 20-ში აქ თუკოს. არც ერთი და თვე არ გვაქვს ეგეთი, რომ 3 ადამიანს ქონდეს დაბადების დღე. ორიანები გვაქვს, 2 ადამიანის რო, მაგრამ 3 არც ერთი არ გვაქვს. გარდა ივნისის. ხო. ხო და მოგეთ რა ვიცი. ესე მიუყვებით ცხოვრების მდინარებას. ანუ მე ვიცოდი რომ აქეთ მივდიოდი. ნახეთ როგორი რაღაც არის. ხო გახსოვთ, აი რო ვიღებდი ვიდეოებს წინა წლიდან, ეხლაც აი წლის დასასრული და წლის დასაწყისი, ანუ 25-ის დასასრული და 26-ის დასაწყისი მქონდა სრული განვლება რა. აბსოლუტური და ვიცოდი რომ ეს იყო გარდამტეხი წერტილი. არ უნდა მიუბრუნებულიყავი უკან და ეს იქნებოდა ჩემი დეგრადაცია და დაღუპვა, ამით წავსულიყავი წინ აბსოლუტურად სხვა ცხოვრებაში. ზემართლა რომ გითხრათ, არასდროს არ მეშინოდა იმის, რომ რაღაცას, რაც მე მიყვარს, მომწონს და მაინტერესებს, ვერ გავაკეთებდი და არ გამომივიდოდა. ანუ ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ გამომივიდოდა. მეშინოდა იმიტომ, რომ არ მინდოდა პასუხისმგებლობის აღება, რომ აი მაგალითად ეხლა ხო, ანუ მარათონი მაქვს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ვარ, ცუდად ვარ, მოწყენილი ვარ, მხიარული ვარ, ასე ვარ, ისე ვარ, ანუ ჩემს გოგოებთან უნდა ვიყო. და როცა მაგალითად მაგ პასუხისმგებლობას იღებ,
ეგ ბოლომდე უნდა მიიყვანონ. მე სხვანაირად არ შემიძლია. როცა სხვა ადამიანის წინაშე მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი თავის წინაშე შემიძლია, სხვა ადამიანის წინაშე არ შემიძლია. ხო და აი ეს არ მინდოდა. ხვდები? ანუ რაღაც დონეზე მიბმული ხარ რაღაცაზე და ბოლომდე შენ თავს არ ეკუთვნი რა, მაგრამ იცი რა არის? მაშინაც ჩემ თავს კარგავდი. ნახე როგორი რაღაცა იყო. მე მინდა, ანუ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც დაჯდება და მთელი ცხოვრება სახლში იჯდება. ანუ მე ვარ ქალი, რომელიც ბრძოლის ველზე უნდა წავიდეს ცხენით და იარაღით. ანუ მე არ ვარ სახლის ადამიანი, სახლის ქალი მე არ ვარ. თქვენ იცით ჩემო მაყურებლებმა, რომ არ ვარ. მე ვარ თავგადასავლების ადამიანი, მე ვარ ცხოვრებისეულად მოგზაური, მე ვარ მებრძოლი, მე ვარ რავი, ყველაფერი ვარ გარდა სახლის ადამიანის. ანუ სახლი ჩემთვის როგორი რაღაცა იცით, სახლი ჩემთვის არის ადამიანები, ვინც მიყვარს და არა მაგალითად კონკრეტული ჭერი. თუმცა ძალიან მიყვარს ეს კონკრეტული სახლი ხა სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ანუ იმას ვამბობ, ჩემთვის რაღაცა სახლზე მიბმა არ მაქვს და აი თუნდაც ეს სახლი რაღაცა გავაკეთო, ანუ არა ეგ ჩემი ის რა, ანუ სხვა ინტერესები მაქვს და ანუ არც არავისზე უკეთესი ვარ, არც არავისზე უარესი ვარ, უბრალოდ მე ესეთი ვარ, ამის თქმა მინდა. ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ ზოგს ვისაც მაგალითად ის ყველაფერი მოსწონს და უყვარსაც მე არა, არასწორად ეს მისხვამე და გონია რომ მე მაგალითად ვინმეს თავს რამით ვამეტებ, მე არ ვთვლი რომ ვინმეზე მეტია. უბრალოდ ვიღაცას ესენი შეუძლია და ეს არის მისი მოწოდება, ვიღაცასთვის ეს და მაგალითად ჩემი ესეთი ძალიან დიდი მოწოდება და უნარი არის, რომ ადამიანების გულებში ცეცხლი ავანთო და ადამიანებს мотиваცია მივიცე, რომ რაღაცა შეცვალონ, რომ გამომყვნენ, რომ რაღაცა ახალი ცხოვრება დაიწყონ, რაღაცა გააკეთონ. ანუ დიდი ცვლილებებისკენ შემზე ხელ ჩავკიდო და ადამიანი წავიყვანო რა და ანუ ეს არის ჩემი ძალიან დიდი პლუსი. და მინდა რომ ცხოვრებაში ეს მქონდეს. ანუ მინდა რომ ყველაფერი რაც შემიძლია რომ გავაკეთო. არ მინდა რომ დადგეს დღე, როცა ვიფიქრებ, რომ ჩემი ცხოვრება გავიდა და ყველა დღე რატო გავდა. ანუ ჩემ თავს რომ მოვკითხო ეს, რომ როცა სიკვდილი მოვა, ნინი, რატო გავდა შენი ყველა დღე ერთმანეთს, ანუ გული გამისკდება, ხვდები? ანუ მე მინდა რომ ანუ ჩემი ყველა დღე გავიდეს ისე როგორც მე ვფიქრობ, რომ არის აზრიანი ჩემთვის კონკრეტულად ჩემთვის, არა ვიღაცის დასანახად, არა წარმატებისთვის, ანუ არა ჩემთვის წარმატება ყოველთვის არის პირადი კეთილდღეობა. ანუ თუ მე ამას ვაკეთებ, თუ მე ამით სხვებისთვის მომაქვს სარგებელი, თუ კი ის ადამიანები ამით ბედნიერი არიან და მე აქედან ვიღებ უკავშირს, ანუ ის ადამიანი ბედნიერი და პლუს ეს არის ჩემი გასამრჯელო, ანუ თანხა, რომელიც მე ავიხე ამ ყველაფერში, ანუ მე ვარ ძალიან ბედნიერი. იმას, რომ მე უფასოდ ძალიან მრავალი წლის განმავლობაში გავცემდი უდიდეს ცოდნას და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიკლო კიდევაც ჩემი რჩევებით, ბევრი მწერს დღემდე კომენტარებში და პირად შეტყობინებაში, რომ ჩემი რჩევებით დაიკლეს, ცხოვრება შეცვალეს, არა მარტო დაიკლეს, არამედ ცხოვრებისეული ხედვა შეიცვალეს, მაგრამ ანუ რას მივხვდი, იცი, როცა შენ ცოდნას აზიარებ ისე, კი არიან ადამიანები, რომლისთვისაც მე ყოველთვის გავაზიარებ და რომლებიც დაიჭერენ ამას და თავის ცხოვრების ბრილიანტად გამოიყენებენ და თავის ცხოვრებას გაანათებენ და შეცვლიან, მაგრამ ამასთანავე არიან ადამიანები, რომელიც გეტყვიან, რომ იცი რა, ვაფშე რაში მაინტერესებს წადი რა შეჭამე ტვინიან ამ შენი წონაშიგლებით. მე აქ მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიწერდა მაშინ, როცა მე შეუფასებელი ინფორმაციას ვაძლევდი ხალხს უფასოდ, რასაც ხალხი ყიდდა, ანუ იმის მეათედს, რასაც მე ვაძლევდი, არ აძლევდნენ ადამიანებს და ყიდდნენ თანხაზე და მე ვაძლევდი უფასოდ ადამიანები მეუბნებოდნენ რაში გვჭირდებაო და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა უნდა მივცე მათ, ვინც ჭირდება და ვინც მზად არის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და თვითონაც საფასური ამისთვის გაიღოს. და როცა ამას აკეთებ, არც შენ თავს არ იუფასურებ და იმ ადამიანსაც ეხმარები. და ეს სწორია. ანუ სამყარო არ არის მიმართული იქითკენ, რომ მაგალითად უნდოდეს, რომ შენ თავი გაიუფასურო. არა, ყველაფერს აქვს ამ ქვეყანაზე თავის ფასი. და ანუ მე ეს გავიგე და ისიც გავიგე, რომ მე უნდა მეცხოვრო. ანუ მე არ მაქვს არჩევანი. მე არ მაქვს არჩევანი. თუ მე საწოლში ჩავწვევი და ჩემ ცხოვრებას არ ვიცხოვრებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე გინდა ეხლა
დამიხლია, ტყვია და დამისრულებია ჩემი ცხოვრება და კიდე მიცხოვრია ისე რომ ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა, ჩემთვის მაგას აზრი არ აქვს, ანუ არ ყოფნა არ ყოფნა საკითხავია ეს არის, ანუ არ ყოფნა ჩემთვის ეგეთი ყოფა არის არ ყოფნა. აი ეს მირჩევნია, ეხლა როგორ ცხოვრობ, აი ესე ყირამალა, ანუ ჯერ ხა ვერ ყვევი და ჩამოყალიბდები და მივეჩვევი ამ ყველაფერს, მაგრამ იმას ვიძახი, რომ ანუ ეს მირჩევნია 100,000 ჯერ იმას. მირჩევნია ვიყო დაღლილი, სახე ახეული, აი რომ წავები ხოლმე იმენა, აი არ ვიცი, ეგეთი დაღლილი როდის ვიყავი ხოლმე ცხოვრებაში, არ ვიცი, ანუ ფიზიკურად კი არა, ანუ რაღაცა მორალურად იღლები ადამიანი რა. ხო და მაგრამ მომწონს და ჩემია და ახლა ჩემთვის ამის დროა, ანუ სრულად ახალი ეტაპი იწყება ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ყველაფერს ვიცი რომ ყველაფერს შეცვლის და ეს არის არა რაღაცა ერთი ახალი დასაწყისი, არამედ ეს არის საფეხური სხვა ბევრი ახალი ამბისკენ, რომელიც შეიძლება ჯერ არც კი გამხსნია სამყაროსგან და არც ვიცი რომ აი ეს კონკრეტული მელოდება წინ, მაგრამ ვიცი რომ იქნება, ანუ იმიტომ რომ ეს გზა ავირჩიე და ანუ მე არ მქონდა არჩევანი. ანუ ავირჩევდი თუ არ ავირჩევდი, ჩემ თავს არ ვირჩევდი და თუ ჩემ თავს ვირჩევდი, მაშინ ჩემი გზა უნდა ამერჩია. და ანუ ძალიან დიდ ხანს აი არ ვირჩევდი ჩემ თავს იმის შიშით, რომ ანუ ჩემი თავის სრულად მე აღარ მეკუთვნის მეთქი, ანუ მე აღარ ვიქნები მეთქი ჩემი თავის სრული ბატონ-ბატონი, მაგრამ თუ მე ვარ ჩემი თავის სრული ბატონ-ბატონი, მაგრამ ამ ქვეყანას ჩემს დანიშნულებას მე არ ვასრულებ, მაშინ ჩემს თავისუფლებასაც აზრი აღარ აქვს, ხვდებით? ჩემს ყოფასაც აზრი აღარ აქვს პირველ რიგში ჩემთვის. ალბათ ეს იმიტომ, რომ მე ჯერა მე დანიშნულების და ვიცი რა, თუ შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც სხვა ადამიანებს უნდა დახმარებოდა და თუ შენ აირჩევ იმას, რომ ამ სხვა ადამიანებს არ დაეხმარო, მე მჯერა, რომ შენ დაიღუპები. ასე თუ ისე დაიღუპები და ამიტომ უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. სხვა გზა არ მაქვს, ბევრი ადამიანის ცხოვრება უნდა შევცვალო კარგისკენ და თქვენთანაც უნდა ვიყო. და რომ ეს ჩემი სიყვარულია, ძალიან მიყვარხართ. ხო, ხოდა მოკლედ რაღაც ასეთი, ეს მინდოდა რომ მეთქვა. და კიდე გზადაგზა რა ვიცი, რაც მე ნდომება რომ გითხრათ, აუცილებლად გეტყვით. ლაიქი, ყურება, ძალიან მჭირდება, იმიტომ რომ აი ნულამდეა დასული ყველაფერი არხის, აი განულებულია არხი მენა. ნახვები, ლაიქები, კომენტარები, ყველაფერი აი განულებული არხი. მაგრამ არა უშავს, მაგასაც უშვერით, როგორც იყო, ისეც გავხდით. ნუ, რაც იყო, ის მაინც იყოს, ხო, როგორც მინიმუმ. გებათით.